გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. ლევან ბეჟაშვილმა თქვა, რომ განმარტება ქართველი რუსი ოლიგარქი, რომელიც რუსული გავლენის გაძლიერებას ცდილობს ქვეყანაში, ცხადია, ირიბად ეხება ივანიშვილსაც. ეს არის ლაქა, რომელიც ქვეყანამ მიიღო. კარგი გასაგებია ბეჟაშვილი რატომ ამბობს ასე, რადგან დავალება აქვს ასეთი. დავალება კი შემდეგში მდგომარეობს, რომ რაც შეიძლება ხშირად გააიგივოს ივანიშვილი რუსეთთან, რომ ვითომ ივანიშვილი პუტინზე მუშაობს, რომ ივანიშვილის დავალება საქართველოს რუსეთში შეიყვანოს და რუსეთის ოლქად აქციოს. ერთი არ მესმის, რა სჭირდება რუსეთს ასეთი გრძელი და დახლართული გზა ივანიშვილის მეშვეობით საქართველოს ნელ-ნელა გარუსება. რადგანაც გონია და ჩემნაირად გონია საქართველოს მოსახლეობის უდიდესსა და ჯანსაღ ნაწილს, რუსეთს რომ მოუნდეს საქართველოს გარუსება, ამას დღენახევარში გააკეთებს. ვინმესი მოერიდება თუ რა? იმის შერცხვება მსოფლიო რა სიტყვის მის ქმედებაზე? არა მგონია. ამიტომაც ივანიშვილის თემა სრულიად ხელოვნურადაა შექმნილი. და რაც მთავარია, რაც ყველაზე მთავარია, კითხვა მაქვს, რა ბერკეტები აქვს პუტინს ივანიშვილზე. ვინმე დაუსვას ეს კითხვა რადიკალურ ნაცებს, რატომ უნდა ასრულებდეს ივანიშვილი პუტინის დავალებას? რა ივანიშვილს პუტინი გულზე ეხატება? თუ ნათესავია პუტინი ივანიშვილის? ივანიშვილს როგორც ვიცი, რუსეთში ერთი კაპიკი ფული არ აქვს. ყველაფერი რაც ქონდა დიდი ხანია გამოტანილი აქვს ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან და რა დავალებულია ივანიშვილი პუტინის მიერ თუ რა? აი ამ კითხვას დაავსვამდეს ვინმე რადიკალურ ნაცებს. მე სამწუხაროდ ანდა საბედნიეროდ არ მიმიწვდება ხელი მათთან. ჩემ გარშემო არც ერთი მამალი ნაცი არ ბუდობს ეს კითხვა რომ დაავსვა. თუმცა დარწმუნებული ვარ ამ კითხვაზე ჩვეული უტიფრობით მოიტყუებენ. იტყვიან რომ ივანიშვილს კაპიტალი რუსეთში აქვს. ყველა მიცის ივანიშვილს რუსეთში არაფერი რომ არ აქვს, მაგრამ ნაცებმა იციან რომ აქვს. რუსეთში კაპიტალი კობა-ნაყოფიას აქვს და თუ კი ვინმეზე შეიძლება კრემლმა გავლენა მოახდინოს და საკუთარ რუსულ დუდუგზე აცეკოს, ეს კობა-ნაყოფია, მაგრამ ამაზე ნაცები ზდუმან. ეს თემა მათთვის არაა საინტერესო, იმიტომ რომ კობა-ნაყოფია კი არის რუსი ბიზნესმენი, მაგრამ ის მათი რუსი ბიზნესმენია. და მათიანი თუ ხარ, რუსული ბიზნესი კი არა, მანიაკობაც გეპატიება. ამის მაგალითი სრულიად სოციოპათი მიშა არის, ხომ ასეა? მეგობრებო, ამა წლის მარტში ნაცებს ერთმა ხრიკმა გაუმართლად, სრულიად ამერიკული კანონის მიღებისას, რომლის მიღება მათ ძალიან არ აწყობდათ, მათ გამოიყენეს სიტყვა რუსული და ამით ააგდეს ხალხი, განსაკუთრებით ახალგაზრდობა, რომელიც სამწუხაროდ ზოგჯერ ვერ ხვდება, რომ მას აგდებენ. თუ დააკვირდით, იმის მერე არიან სულ რუსულ ნარატივზე გადასული და სამ სიტყვაში 4-ჯერ სიტყვა რუსულს იმეორებენ. ხო, ვიღაც კოუჩი რომ ყავთ, არ ვიცი ვინ ყავთ, იმან დაარიგა რომ ყოველთვის სიტყვა რუსული იხმარეთ. ხომ ხედავთ მარტში ამან კარგად იმუშავაო. და იმის შემდეგ გაუჩერებლად რუსულობენ. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.